მიუხედავად ესეთი აგრესიისა მისი მხრიდან და ესეთი გასაიდუმლოების ცდელობისა, ხო ამ ამბის. სადღაც დეტალებში სინანული ხომ არ შეამჩნია? არა. არ ნანობს. არა. ანუ ოთახში რო შევედი, აი დაახლოებით ესეთ დისტანციაზე ვიჯექით, არც ამდგარა საერთოდ სკამი დაჯექიო ისინით რა. ანუ არც ამდგარა, არც მომესალმა. აი ეს კითხვები რაც მქონდა ვერაფერ ვერ დავსვი, აი რაღაცა 2-3 კითხვა დავსვი, ისიც აი ესეც რაღაცა ჩურჩულით ლაპარაკობდი რა, იმიტომ რომ ხედავდი, აი როგორ იჯდა ისე აი ესე ქუდი ქონდა და ჩამოფარებული ესე, როლინგი ქონდა ესე და აი ესე იჯდა რა. აი თავდაცვის პოზიციაშიც იყო, თან თვალებშიც ვერ ვიყურებდა და თან აგრესიაც ქონდა. ანუ ეს აგრესია ჩემს მიმართ კი არ იყო მართული, ეს აგრესია იყო საკუთარი რაღაც დანაშაულის დასაფარად რა. ანუ არ აღიარებს და ამიტომ თავის შეცდომას არ აღიარებს და მამაოსთანაც აღსარებაშიც კი არ მithქვამს შენთან დაკავშირებით. მთლიანად ამოშალა მისმა ფსიქიკამ შენი არსებობა. და უცებ აი ვეცხადები და აი ეს სახელი და ეს იმიჯი რომელიც ქონდა შექმნილი, ხალხი იცნობდა როგორც ერთ-ერთ ყველაზე მორწმუნე ადამიანს, მრევლს, რომელიც 24 საათი იყო ეკლესიაში, რომელიც ლოცულობდა, მარხულობდა, ეხა იქაც აი სულ Facebook-ზე ხატების გარდა არანაირი ფოტო არ ქონია და ოთახში სულ ხატე, აი ძალიან ისეთ ადამიანით იცნობდა ყველა რა. ის რომ შენ დღეს მორწმუნე ხარ, რა შუაშია იმასთან რომ 40 წლის წინ ბავშვი გააშვილი. ანუ ხო შეიძლება რომ 40 წლის წინ ბავშვი გააშვილი და იმის მერე გახდი მორწმუნე და იმის მერე გახდი ეკლესიური, ანუ და პირიქით ინანიებ და პირიქით. ანუ რატო ეწინააღმდეგება ეს ორი ერთმანეთს ვერ ხვდები, ანუ კი გაშავდინ ესეთი ნაბიჯი გადავდგი და დღეს ვნანობ და დღეს მაგითო მივედი ეკლესიაში რომ ვნანობ და განვიცდი და ვინანიებ და აი ამ ორის პირიქით ერთმანეთისგან გამიჯვნა